სამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. შემოქმედებითი გაერთიანება ლომისი ამ დარბაზში წელს პირველად გთავაზობთ საახალწლო იუმორინას. სარგებლობთ შემთხვევით და სულითა და გულით გვინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. მოეტანოს მას ბევრი სიკეთე, ბედნიერება, სიხარული და სიყვარული. სამშობლო, შენი კერის მეკოლე ვარ, შენი ლამაზი მიწის მკოცნელი. 1000 ჩანკსა და 1000 სიმებზე ამოგაჟღერო მინდა ყოველთვის. ხალხო გიმრავლოს კერის აკუნები, ხალხო აივსე მიწის ბარაკით, სუნჩქებარებდნენ დაუშრობელად შენი რიონი მტკვარი არაგვი. ჩემო სამშობლო, შენი მეკოლე ვარ, შემოუდგი ფეხი ვარ მომლოცველი, თვითეულ მოძმის გადამკოცნელი. ხალხო ქართველო, შენ გაიხარე, ბედნიერების ვარ მომლოცველი. მოდის ახალი 2010 წელი და თან მოაქვს უამრავი სიახლე და ცვლილება. ეს ბუნებრივიცაა, 21 საუკუნეა, ყველაფერი ძალზე დაჩქარებულია და ძალზე სწრაფად იცვლება. რა თქმა უნდა იცვლება, ჩემს მეზობელ კატო ბაბო ზუსტად ახსოვს რომელ წელს, რომელ თვეს, რომელ დღესა და საათზე აკოცა პირველად ქმარმა. მის შვილიშვილ-ეკას კი მისი პირველი ქმრის სახელიც აღარ ახსოვს. იცვლება დრო და იცვლება პასუხები უმარტივეს კითხვებზეც კი. ჩემი მეზობლის 7 წლის ბავშვი კითხვაზე, რატომ მიფრინავენ ჩვენი ფრინველები თბილ ქვეყნებში, პასუხობს, იქაური მოხუცი ჩიტების მოსავლელადო. ადრე უბრალოდ და მარტივი საახალწლო განცხადება იყო ხოლმე გაზეთში. ფიფქია და თოვლის პაპა გამოძახებით. ახლა იგივე განცხადება ინტერნეტში ასე გამოიყურება. ფიფქია და თოვლის პაპო გამოძახებით საათში $100. ხოლო ფიფქია თოვლის პაპას გარეშე საათში $300. ძვირფასო მეგობრებო, სულ 2 თვის წინ აქამ დარბაზში დიდი წარმატებით ჩატარდა პირველი სოლო კონცერტები ვირტუოზული ჯგუფისა ქუჩის მუსიკოსები. ჩატარდა 3 სოლო კონცერტი, სრული ანშლაგი და ვინც ამ კონცერტებს დაესწრო, დამეთანხმებით, რომ ეს იყო ჭეშმარიტი ნიჭიერების ზეიმი. სწორედ ამიტომ საახალწლო იუმორინას გახსნისა და დახურვის პატივით მათ მივაკუთვნეთ. თქვენ წინაშეა ჯგუფი ქუჩის მუსიკოსები გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით. საახალწლო იუმორინა იწყება! Darke, uxნება ფაეთოც ჩქარი სიარული
დიდი მადლობა. მინდა მეც მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და მინდა ქუჩის მუსიკოსებთან ერთად შემოგთავაზოთ კომპოზიცია, რომელიც აი ამ ახალი საახალწლო იუმორინასთვის მოვამზადეთ და მას ჩვენ ასე უწოდეთ: ქართული კინოპოპური. ვინაიდან აქ თავმოყრილია ფრაგმენტები იმ შესანიშნავი ქართული სიმღერებიდან, რომლებიც ჟღერს არაერთ წყინვალე ქართულ მხატვრულ თუ მულტიპლიკაციურ ფილმში, რაზეც მთელი თაობები ვართ გაზრდილი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ არაერთი ქართველი ბავშვი თუ მოზარდი აღირსდება ამ საოცრად ღირებულ, თვითმყოფად დახვეწილ ქართულ ჰანგებზე, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდნენ ქართული მუსიკალური აზროვნების კორიფეები. მას ასე ქართული კინოპოპური ქუჩის მუსიკოსების შესრულებით. Come